დღეს უკვე განვიხილავთ Marvel-ის 2026 წლის პროგრამას, წინაზე განვიხილავთ DC-ს და DC-სგან გასვლებით Marvel-ის ყველა ის პროექტები, რასაც მე ჩამოვთვლი, უეჭველი დამტკიცებული აქვს და 2026 წელს ჩვენ მათ აუცილებლად ნახავთ. თქვენ კი მეგობრებო, თუ გიყვართ ფილმები და სერიალები, აუცილებლად გამომიწერეთ, დაალაიქეთ, დააშერეთ და ასე შემდეგ. მე კი გადავალ პროგრამის მიმოხილვაზე. და პირველი 27 იანვარს გახსნეს სერიალი საოცარი მამაკაცი. ეს არის სუპერგმირულ ფილმებზე, ასე რომ ვთქვათ, ერთგვაროვანი სატირა, მოგყვება ჰოლივუდის მსახიობზე, რომელიც ხდება სუპერგმირი. ამ სერიალს მაინც და მაინც რომ გითხრათ, Marvel-ის ფანატები ელოდებიან თუ არა, მაგრამ თაროზე შემოდებას ჯობია შევყვანოთ ჩვენს კოლექციაში. მეორე პროექტიც არის სერიალი, მისი პრემიერა არის დანიშნული 4 მარტს. სერიალს ქვია Daredevil Born Again. რომ არ აგვერიოს, ეს სერიალს უკვე ადრე იღებდა Netflix-ი და Marvel-ს ისე მოიწონა ეს სერიალი, რომ გადმოიტანეს თავარ სამყაროში, უკვე Disney Plus-ზე გამოუშვენ და გააგრძელეს ორიგინალის ისტორია, რაც Netflix-ზე გადიოდა. მეორე სეზონში ჩვენ გვპირდებიან, რომ ამ სერიალს უფრო მეტი ძაფრი გადმოცემა ექნება, ჩვენ უფრო ჩავეფროვით ნიუ-იორკის კრიმინალში, ასე რომ ჩვენ ველოდებით დიდი სიამოვნებით ამ სერიალს. შემდეგი პროექტი უკვე არის სპეციალური გამოშვება, მოგყვება Punisher-ის ისტორიას, დამშელის, ეს იქნება ალბათ 10-12 წუთიანი მინი პატარა სიუჟეტი, რომელიც აგვიხსნის ალბათ სავარაუდოდ იმას, თუ როგორ მოხვდება Punisher-ი ადამიანი ობობასთან გვერდით ფილმში, მის ფილმში, რადგან ჩვენ უკვე ინსაიდერებისგან ვიცით, რომ ადამიანი ობობას ფილმში ჩვენ ველოდებით ხალკის და Punisher-ის ჯგუფს. ასე რომ ჩვენ ველოდებით ამ მოკლე სპეციალურ გამოშვებას. და შემდეგი პროექტის თარიღიც არ არის დასახებული, როდის უნდა გამოვიდეს, მაგრამ ის უეჭველი გამოვა 2026 წელს. ეს არის X ადამიანები 97. ჩვენ მისი პირველი სეზონი უკვე წინა წელს მივიღეთ, ეხლა უკვე ვნახავთ მეორე სეზონს. და შემდეგი უკვე კინოთეატრების პრემიერა 31 ივლისს. ეს არის ადამიანი ობობა სრულიად ახალი დღე, რასაც Marvel-ის ფანები ველოდებით ძალიან გაფაციცებით, ასე რომ ვთქვათ. ფაქტიურად, რადგან ამ ნაწილში უკვე ადამიანი ობობასი ჩვენ ვნახავთ დამიწებულ ისტორიას Spider-Man-თან დაკავშირებით, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა დაამიწონ ისტორია, როცა ფილმში ამატებენ Punisher-ს და Hulk-ს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მას ძალიან ველოდებით. და მომდევნო და ბოლო, რაც ასრულებს 2026 წელს და აღებს ახალ კარებს, რამაც უნდა გაუკვეთოს რეანიმაცია Marvel Studios, ეს არის სულის მაძიებლები დუმის დღე. ახსნას აღარ დავიწყებ. თქვენ კიდე მეგობრებო, თუ გიყვართ ფილმები და სერიალები, აუცილებლად გამომიწერეთ, დაალაიქეთ, დააშერეთ და მომავალ შეხვედრამდე.